სექტემბერი იწურებოდა, როცა ქართველი კინოდოკუმენტალისტები მოსკოვს ეწვივნენ. ოქროსფერი შემოდგომა იდგა დედაქალაქში, მაგრამ ლირიკისათვის არ ეცალათ სტუმრებს, მათი საზრუნავი ამჯერად უფრო პრაქტიკული იყო. ბიკოვა გაფრინდაშვილის მატჩი მსოფლიო პირველობაზე. ოჰო, ასეთი საზრუნავი აქ ბევრს გასჩენია. სიტყვა მოიტანა და უნდა ითქვას, რომ ასეთი ინტერესი ქალთა არც ერთი ტურნირისადმი არ ახსოვს მოსკოვს. მიმდინარეობს მორიგი პარტია. ნონა გაფრინდაშვილი კომბინაციურ იერიშს ახორციელებს. ამ კომბინაციას თეთრების ჭარბი მატერიალური უპირატესობა მოჰყვა. მალე მსოფლიო ჩემპიონი ელისაბედ ბიკოვა იძულებული გახდა დანებებული. მატჩის ანგარიშია 5-1 პრეტენდენტის სასარგებლო. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა მოგებული პარტიის ანალიზი შინ მეგობართა წრეში. ნონას ბრწყინვალე სტარტი გაბედული განაცხადია მსოფლიო საჭადრაკო გვირგვინის მოსაპოვებლად, მაგრამ პროგნოზები ჯერ კიდევ ნაადრევია. ნახოთ, რას მოგვიტანს დარჩენილი შეხვედრები. აი თუნდაც დღევანდელი. მიხეილ ბოტვინიკის რჩევით, ნონას ყოველ შეხვედრაზე მოაქვს გამარჯვების ელექსირი, შავი ყავა. ელისაბედ ბიკოვასაც მოაქვს ყოველ შეხვედრაზე დიდი სურვილი გამარჯვებისა, მაგრამ მარტო სურვილი ვერ შველის საქმეს. მატჩის მთავარმა მსაჯმა ნინო გრუშკოვა-ბელსკამ საათი ჩართო. იქნებ სწორედ ამ პარტიაში უნდა აღუდგეს წინ მსოფლიო ჩემპიონის დიდი ტექნიკა და გამოცდილება პრეტენდენტის ხალას ნიჭსა და ახალგაზრდულ შემართებას. ბიკოვა შეუპოვარი წინააღმდეგობის მიუხედავად ბრძოლა თავიდანვე ქართველი მოჭადრაკის უპირატესობით აღინიშნა. გაფრინდაშვილმა მონახა ბრძოლის გართულების მეტად საინტერესო გზა, რამაც სხვადასხვა ხასიათზე დააყენა მწვრთნელები. პარტია გადაიდო. გაფრინდაშვილის გამარჯვებაში ბიკოვას რამდენიმე ქომაქს თუ ეპარება ეჭვი. სწორედ ამ დარჩენილი ეჭვის გასაფანტავად სასტუმრო მოსკოვის ერთ-ერთ ოთახში უმოკლეს გზებს ეძებენ პრეტენდენტი და მისი მწვრთნელი მიხეილ შიშოვი. სამაგიეროდ, ამავე სასტუმროს მეორე ოთახში პარტიის გადარჩენაზე ფიქრობენ მსოფლიოს ჩემპიონი და მისი მწვრთნელი ოდესელი ოსტატი ეფიმ კოგანი. გვიანღა ამ ოთახში ხვალ ახალ გამარჯვებას იზეიმებენ. ასეც მოხდა. გადადებული პარტია ნონამ გამარჯვებით დააგვირგვინა. 6-1 მსოფლიო ჩემპიონის ტახტის სახიფათოდ შეირყა. შეირყა ჩემპიონის ჯანმრთელობაც. მატჩი რამდენიმე დღით შეწყდა. ეს დღეები ჭადრაკის დედოფლის დაფნის გვირგვინის მაძიებელმა მოსკოვის პირა აგარაკ მოზჟინკაში გაატარა. დაუღალავი და მრავალმხრივი სპორტსმენია ნონა, რაც მთავარია არსად არავის უთმობს პირველობას. არც თავის მასწავლებელს მიხეილ შიშოვს ინდობს სპორტულ პაექრობაში, რასიზამ, შეჯიბრება. აი ნონას კიდევ ერთი მსხვერპლი. საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი თოფჩიელი. ნონას თამაშმა გააოცა ბილიარდის ეს თავდავიწყებული მოტრფია. ახლა კი მივხვდი, რატომ გახდა ავად ელისაბედი, აღიარა მეცნიერი. მატჩი მალე განახლდება და ნონა ისევ მოსკოვშია. იგი აქაც ისევე პოპულარული გახდა, როგორც მის სამშობლოში, საქართველოში. მაგრამ ნონა ერთი წუთითაც არ ივიწყებს მთავარს ბრძოლას ჭადრაკის დაფაზე. თითქოს მისი სურვილი ამოიცნეს რადიოკომიტეტში ჩაიკოვსკის პირველი სიმფონია ელისო ვირსალაძის შესრულებით.
მეგობრის ხელებით ნაჩუქურთმევი დიდებული მელოდია ოცნებისაკენ მოუხმობს ნონას, ოცნებას კი მოგონებათა გრძელი წყება აედევნება. ბაფთით დამშვერებული მოვიდა იგი თბილისის პიონერთა სასახლეში და პირველი ნაბიჯი გადადგა საჭადრაკო ხელოვნების ძნელ გზაზე. შემდეგ კი მოსწავლეთა საკავშირო ტურნირში მონაწილეობა ლენინგრადში, მოსწავლე გოგონას პირველი წარმატება საკავშირო სარბიელზე ქალთა შორის. ნონა მრავალი ბრძოლის გმირი გახდა და აი დღეს იგი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს ელისაბედ ბიკოვას ეცილება ჭადრაკის დედოფლის დაფნის გვირგვინს. ნეტავ რასუქადის პრეტენდენტს მომავალი ბრძოლები ჭადრაკის დაფაზე. მიზანი კი 100 ახლოა. აი მატჩის კულმინაციური წერტილი უკანასკნელი მე-11 პარტია. ნახევარი, მხოლოდ ნახევარი ქულა სჭირდება ნონას უმაღლესი ტიტულის მოსაპოვებლად. ახლა სკეპტიკოსებსაც აღარ აქვთ ორი აზრი მატჩის ბედზე, მხოლოდ ერთი აინტერესებს ყველას. შეძლებს თუ არა ბიკოვა თავი დააღწიოს ეგრეთ წოდებულ მშრალ ანგარიშს. მაგრამ ნონა არც ახლა ღალატობს შეუულებას, გულმოდგინედ ხვართავს საშამათო ქსელს თავისებურ გორდიოსის კვანძს, რომლის ამოხსნა ამჯერადაც ვერ შეძლო ნაცადმა ოსტატმა. ბიკოვამ მხოლოდ დროებით უშველა თავს პარტია გადაიდა, იგი აღარც განახლებოდა. ქვეყანას მოეფინა ვადიმ სინიავსკის ნაცნობი ხმა, რომელსაც პრესამაც დასცა დასტური. სოფლიო ჩემპიონი გადადგა, საჭადრაკო ოლიმპზე ავიდა ახალი დედოფალი. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი. ასეთი ტრიუმფით ლეგენდარული ვერა მენჩიკი თუ იამაყებდა მხოლოდ. ახალი ჩემპიონის პატივსაცემად მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ ერთდროული თამაშის სეანსი მოაწყო. 16 მოჭადრაკიდან 12-მა ნონას მიულოცა გამარჯვება. ამდენი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი კი ალბათ იშვიათად ეყოლება ვინმეს. ყველგან ასეთი ახტაცებით ხვდებიან ამ დანმორჩილი ქალიშვილის გამოჩენას. ჩემპიონატის საზეიმო დახურვაზე ნონას კულტფილი სიტყვებით უსურვეს ახალი წარმატებანი ტურნირის მთავარმა მსაჯმა ნინო გრუშკოვა-ბელსკამ, ოსტატობის კანდიდატმა თენგიზ გიორგაძემ, საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბორის როდიონოვმა. ამ თასზე მსოფლიოს მეხუთე ჩემპიონის გრძელი გვარი წამოიკვეთა. პირველად ყველაფერი უხერხულია, ასეთი სასიამოვნო ტვირთიც კი. არა უშავს, შეეჩვევა. აბა, ახლა კი საქართველოსკენ. იცის, მან იცის რა მავსო თბილისი ლხენით, თბილი ღიმილით ვის შეხვედრას ელიან ახლა, ვის შესცინებენ მადლიერად მთებიც და ხენიც, დიდ გამარჯვებას სიხარულით დიდი რომ ახლავს. არ მოაკლდება ღიმილი და მეგობრის თვალი, ეს სიხარული დიდხანს ალბათ არ დასრულდება. საქართველოდან გავაცილეთ პატარა ქალი, დაფნის გვირგვინით და დიდებით დღეს გვიბრუნდება. ეს სიყვარული მისი ნიჭის ჩუქურთმა არის. მადლობა სუხთის საქართველო გულით გაშლილი. მარად გვენახოს საჭადრაკო ოლიმპზე მდგარი, პატარა ქალი, ჩვენი ნონა გაფრინდაშვილი.